ამაზე იზრდებიან ჩემს ფერმაზე ეს ბოსტნეულები, რა სილამაზეა. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ და მეარსაბა და არ გაბოდიშრასენ სამი და ძლივს მეგობრებო. ძლივს ერთი დღე გამოմიჯდა ისევ შემიძლია ძლივს დაუბრუნდეთ ჩემს სამუშაოს. ეს სასაკველია, ძალიან მახარებს, ვინაიდან ხან რაღაც მისტიკა, ხან რაღაცეები, ხან ახალი ვიდეოები და მოკეთ ძლივს შემიძლია ასე ვთქვათ, უბრალოდ ისევ დავკავდეთ ჩემს საყვარელ საქმით. მე დღეს მაქვს მეგობრებო გასაკეთებელი ეს დიდი ფერმა და ჩემი საყვარელი ფერმა, რომელიც არის განლაგებული ჩემს სახთან. მაგიტომ მოით მეგობრებო, ახლა შევუდგეთ. რასაკვირველია, ნუ გონიათ რომ რადგან არ ვიცი, უკვე ერთი კვირაა, მე მგონი რაც არ ვიყავი ფერმების სამუშაოზე, ნუ გონიათ მეგობრებო, რომ მე ასე ვთქვათ, დამავიწყდა როგორ უნდა გავაკეთო ეს სამუშაოები, მე არასდროს არ დამავიწყდება. პროფესიონალიზმი მეგობრებო, ასე ვთქვათ, არასდროს არსად არ წამივა. ტაქს, ეხლა მეგობრებო, დაგვრჩა აქ ხორბლის თესვი. Так, ასე так, და ასე ჩავსვათ. ის მეგობრებო, ისე თქვენ ხო დაგინახოთ, რომ ჩვენს ფერმაზე რაღაც ძალიან ცოტა არის ხორბლის თესლი. არა და ადრე სულ დიდარი ვიყავით მაგ ხორბლის თესლით. უბრალოდ მეგობრებო, ახლა იმის გამო რომ უკვე ზამთარი მოდის, შემოდგომასაც რაღაც ეს ხორბლის თესლის კრიზისი მოვიდა. და ჩვენთან ახლა უმეტესობაში იზრდება მხოლოდ კარტოფილი და სტაფილო. და კიდე ჭარხლის თესლით ძალიან დაპატარავ და ხო, მაგიტომ ასეთი საქმეებია. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხორბლის თესლი ისო მოიმატება. აი მაგეთ მეგობრებო, მოით ახლა აი ამ ფერმაზე ჩავსვათ ხორბლის თესლი. მე სტაფილო რაღაც გჭირდება, სტაფილო ისაც ძალიან ბევრია და ხორბლის თესლი კრიზისი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, მაგარი ფერმერი ვარ. მაგარი ფერმერი ვარ კიდევ ამბობ. Так, всё, в принципе, მეგობრებო, იმ ფერმას უკვე გააკეთებს ჩვენი ოქროს ფერმერი ჟიწელნიკი. Так, всё, в принципе, მე უკვე ყველაფერი გავაკეთე და შემიძლია უკვე ასე ვთქვათ, დავისვენო. და მეგობრებო. რა ცუდი სუნია, მოიცეთ, უნდა გამოვიდე ამ სახლიდან. ეს რა სუნია? იცით რა მეგობრებო, თითქოს ჩემს სახლში, არ ვიცი, 5 ნაგვის უნდა დგას ასე, გადატენილი ნაგავით. მართლა მეგობრებო, რეალურად რა სუნია? კინაღამ დავხოცდი მაგათ. Так, стоп, რა ხდება? Так, стоп, ერთად კიდევ ერთხელ უნდა შევიდე. Так, стоп. ერთად უნდა დავდოს ყველაფერი. რა ცუდი სუნია. მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ცუდი სუნია. თითქოს არ ვიცი, მართლა აქ ნაგვის თითქოს აქ არ ვიცი, ერთი წელიწადია რაც არავინ არ ცხოვრობდა. Стоп. Так, ეს ყველაფერი დავდეთ და გამოვიდეთ ამ სახლიდან, ეს რა ხდება? Так, стоп. Так, გარეთ არ არის სუნიო, აქ ჟიწელნიკები როგორც სულ დაწესავებენ ამ მთავარ ქუჩაზე. Так, стоп. აქ стоп. ეს ჟიწელნიკო რა ხდება აქ? ხომ არ მეტყვი, ხომ არ ამიხსნი აბა? სამა, так, стоп, რა გინდა აქ? ეს არის ჩემი ტერიტორია. რა სიოს ეს ჩემი ტერიტორია? ეს არის ჩემი უკანაესოს ტერიტორია. როგორ ცხოვრობ მან, როგორ ხარ მან? გამოდი, უფრო კარგია ხა მან დაიხოცები. მე ვაფშე-то აქ უკვე შეჩეული ვარ. всё, ხამიშლი, მე აქ საქმეები ვარ. Так, стоп. Так, стоп, ახლა მოვალ. ახლა ერთს მეგობრებო. მოგეთ მეგობრებო, დავბრუნდი, მე უბრალოდ ახლა გავიკეთე სპეციალური ქუდი, რომელიც არ ატარებს რაღაც სუნებს. Так, ჟიწელნიკო, და ხომ არ მეტყვი მართლა? და რატო ხარ ამ ტერიტორიაზე? ეს ჩემი ტერიტორია მეორე ზედი და რატო გაანადგურა ასე? Стоп. ეს რა ნაგავია აქ? შენ ნორმალური ხარ, როგორ უნდა ვიცხოვრო ხა? იცი რა სუნია ჩემს სახლში? ჩემს სახლში თითქოს ერთი წელიწადია რაც არავინ არ ცხოვრობდა. შენ ნორმალური ხარ? ანუ ახლა დროზე მოაშორე ეს ყველაფერი აქედან. Так, სამა, стоп, ახლა ჩვენ ეს ვუყვე, მეორეც ერთი ეს არის ჩემი ტერიტორია. მე არ ვიცი, შენი სახლის ეს მე არაფერი არ ვიცი. ეს არის უკვე ჩემი ეს გასაგებია.
ურანაგალი ხარ შენ ახლა შეწელნიკო ჯერ ეს ახლა მერმა თუ გითხრა რაღაცეები არ ვიცი ახლა მერთან წავალ და ყველაფერს ვიტყვი გასაგებია და მეორეც ერთი ეს რა გააკეთე აქა ტაქს მოდი ახლა ასე დავთანხმდით მე მოგცემ შენ 30 ისუმრუც მოგცემ და შენ ამ რაღაცებს განადგურებ. ანუ ამ ყველაფერს მოაშორებ და წახვალ ჩემი სახლის უკანაესოდან და რაც თავარი აქ ყველაფერს მოაშორებ, აქ ყველაფერს გაათავისუფლებ. ნუ კაი, საბა, ასე შესაძლებელია. აი ასე უკვე კარგია. ახავე მოვალ ერთ წუთს. მოგეთ მეგობრებო მე ახლა მომაქვს 30 ისუმრუდი ზუსტად ამ შეწენკისათვის так შეწენკო მოგეთ შეხედე მოგიტანე ეს 30 ისუმრუდი так აი ხე так აი ახლა გესვრი ой მოიცადე ერთ წუთს ახლა გესვრი так აი ხე так და იმედი ახლა ხო განთავისუფლებ ჩემს სახს ნუ აბა ერთ წუთს მომეცი Так, ага, მადლობა დიდი, ну всё, კაი, წადი აქედან. Так, стоп, შეცენკო რა შეიძლება წადი აქედან და სახს განთავისუფლებ, ხო? ანუ განთავისუფლებ ამებს და მოვიდე, ხო? შენ მგონი რაღაც ვერ გავიგე, ხო, საბა? ოირა დებილი ხარ. ჯესეც მე აქედან არ წავალ. მადლობა დიდი 30 ისურუდისათვის. შეცენკო, დამიბრუნე ჯესეც ისურუდები. დროზე მოვალ აქა. Так, всё, წაეთრი აქედან საბა. Ну, შეწელნიკო. Так, стоп, მეგობრებო, არა, ამას ახლა ასე არ დავტოვებ. ჯესეიც ჩემი ისუმრუდები აიღო, ჩემი. მეორეც ერთი ჩვენ დავთანხმდით, მან პირობა არ შეასრულა და 30 ისუმრუდი წამართვა. ჯანდაბა. და ხა როგორ წავიდე, რა უნდა ვთქვა. მერთან ხომ არ წავიდე, მაგრამ როგორ ახლა რას იზამს ახლა მერი? თან მეგობრებო, რაც უცნაურობა არის ის, რომ ეს შეწელნიკი სულ აქ არის და თან მეგობრებო, როდესაც მე ვუყურებ, თან მე მიყურებს ჩემ ფანჯარაში. შეხედეთ მეგობრებო, ეს მართლა რაღაც უცნაურობაა და ძალიან მეგობრებო რაღაც მაშინებს. Так, მეგობრებო, რაღაც ერთი იდეა გამომიჩნდა ჩემს თავში. მოგეთ მეგობრებო, შეხედეთ დაველოდები სანამ ეს შეწელნიკი წავა ამ არ ვიცი რა არის ეს აი ამ სანაგვედან და ამ სანაგვეს საერთოდ მოვაშორებ. მოკეთ მოვაშორებ ყველაფერსაც კი არის მაგ სანაგვეში. იმიტომ აქ იცით რა ცუდი სუნია. ახლა მეგობრებო სპეციალური ქუდი მაქვს კიდე გაკეთილი, რომელიც სურნელებს ასე ვთქვათ არ უშვებს. ახლა მოვიხსნა, დავიხოცები 5 წამში ასე ვთქვათ მეგობრებო, მართლა გეუბნებით. მაგიტომ დაველოდები სანამ ეს შეწენკი წავალ მაქედან და ნუ ხო უნდა წავიდეს იქ სადილზე, ან არ ვიცი იქ შესაძლებელია, ნუ სხვა საქმეებზე რო ვთქვათ ბუჩქებში ასე ხო თქვენ მგონი უკვე გაიგეთ ბუჩქებშიო წავიდეს და ან სხვა საქმეები ხო ექნება სულ 24 შვიდზე ხო არ იქნება მან და მოგეთ უნდა დაველოდო სანამ წავა так მანამდე უნდა მოვიმზადო ყველაფერი რომ წავიდე მანდა так окей так კი რა არის ნაჯახი არის და ტელეფონიც მაინც იყოს так окей ნუ რა არის იქ შეწენიკი так სტოპ ვთქვათ უნდა ვნახო მგონი Так, стоп, მეგობრებო, გონი სადღაც წავიდა, ან სადილზე, ან სადღაც, так, стоп, მეგობრებო, ახლა დრო არ უნდა დავკარგოთ, так, თავარი ასევე ვთხრადაც უნდა ვიყოთ, რომ არსად არ აღმოჩნდეს, так, ვთხრად უნდა ვიყოთ მაინც, так, ეს ის შეწენკი არ არის, შემეშინდა, так, стоп, так, აი რისთვის დააყენა აქ რკინისკარი, მაინც რა მეგობრებო, არასოდეს არ მიყვარს სანაგვე, так, მიდი, და მეგობრებო, შეხედეთ უკვე ღამდება, შესაძლებელია უკვე სახში დინებად წავიდა მიდი მეგობრებო რა ძნელია მიდი так მიდი ძლივს კინახამ ცოტა так აქ უნდა აი აქ так ასე უნდა დავასუსტოთ მიდი მეგობრებო yes так კარო აი აქ ცოტა ხანი დადექი აი ასე ნუ აი ასე დადექი მოკეთ მეგობრებო რა არის ეს так ეს ყველაფერი უნდა მომაშორო так ჯანდაბა აქ ხმალი უნდა ავიღო ეხლა მოვალ მეგობრებო так მოკეთ მომაქვს მე უკვე ხმალი ასე რა კარგია კიდე არ დაბრუნდა ეს შეწენკი ხო მგონი უკვე წავიდა აქედან так მოდით так კაია ხმით უფრო ადვილია так ამ ქსელების მეგობრებო ჯანდაბა აქ მართლა რა არის ეს თან შეხედეთ ჩემი ულამაზი სახლი და ეს სანაგვე პირდაპირ
ჩემს ლამას საფთან რა არის ესა ტაქს ასე ფუ მეგობრებო რაღაც დანგრეული ნაკოვალი და ტაქს სტოპეს ესეც მოაშორა ხუ ტაქს რაღაც გარშაკი კიდე ფუ აქ რაღაც ყვავილები იდგა ნუ რა არის ეს კიდე გაგიჟება რა სტოპ მეგობრებო так стоп მგონი ახლა რაღაცა უკვე მელანდება так стоп მოიცეთ თვალები უნდა გავიწმინდო თვალები გავიწმინდო так და არა მეგობრებო ეს რა так стоп მეგობრებო რაღაც ლოგიკა ამაში არ მაქვს ჯერ ესეთის რა უნდა ამ სანაგოში ამ სიტექსტს თუ ამდენი სურვილი აქვს так стоп მაგრამ 1:30 სურვილი ჩემგან აიღო так стоп 30 სურვილი მე უნდა დავიბრუნო 30 სურვილი ჩემი იყო მგონი ეს რა так стоп და ხომ არ მოიპარა როგორც მე რომ მომიპარა ეს რა ფურცლებია так стоп რა წავართვი მერს ფული стоп რა წავართვი მერს ფული так стоп მგონი მეგობრებო უკვე ვიგებ რაღაცებს так стоп არა წავართვი ფერმერს ფული ფერმერ ჟიწელიქს ფული так стоп და так стоп რა წერია აქ საბა მომცა ფული მეგობრებო საბა მომცა ფული აი ახლა მგონი მეგობრებო ლოგიკური ქსელი დავაყენეთ ჩემს ტვინში მოდით მოგიყვებით პატარა შინას მგონი ამ დებილმა ჟიწელნიკმა მოუპარა მერს მოუპარმა ფერმერ ჟიწელნიკს და გამოდის მე თვითონ მივეცი ჩემი ნუ როგორ მივეცი მე მეგონო ჩვენ შევთანხმდით იმის გამო რომ მეთქო ახლა ამ სანაგვეს თვითონ ასე ვთქვათ დაანგრევდა და გამანებდა ასე ვთქვათ თავს მაგრამ მომიპარა შეიძლება მეც მომიპარა ეს ფული შეიძლება ვთქვათ და მოგებრო ეს ყველა ფული მან მოიპარა და არ ეს მისი ფული არ არის აი რას მეგობრებო აი რისთვის აშნა ამ ფერმერ ამ ჟიწელნიკმა ეს სანაგვე так стоп მეგობრებო არა ეს 5-ით უნდა ავიღო მეგობრებო წარმოიდგინე შეხაით რამდენი ფულია გაგიჟება ეს ფული მისი არ არის ეს არ იმსახურებს ამ ფულს და რას იმსახურებს იცით მეგობრებო ეს ჟიწელნიკი აი ამას იმსახურებს აი ეს დაუტოვოთ მეგობრებო მე პრინციპში მე თვითონ ავალაგებ ამ ყველაფერს აი მეგობრებო აი აქ იცხოვრობს აი ესე იცხოვრობს ამას იმსახურებს ეს ჟიწელნიკი так стоп მეგობრებო ეს ყველაფერი უნდა დაუბრუნო ახლა მერს უნდა დაუბრუნო მეკეთ მეგობრებო იმიტომ მე უკვე გადაწყვეტავს ვისი რა არის ფერმერ ჟიწელნიკსაც უნდა დაუბრუნო ის ფული და ჩემი ფული რაც არის იმას მე ავიღებ კაი მეგობრებო მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე ვისაც მოიწონეს ეს ვიდეო და ლაიქა მე კიდე მეგობრებო გავგიჟდი რაც კი გავიგე ახლა საერთოდ ახლა კი მეგობრებო წავედი ახლა მერთან ნახვამდის